ნიშნავს რომ მე მაქვს ან ჩემი რესურსებით და ასე შემდეგ, მაგრამ თუ სხვა ადამიანს უნდა გამოვართო ამის რესურსი ზუსტად მაგას ვამბობ. ხო, ეგ არის. მეც მაგას ვამბობდი, მაგის თქვა მინდოდა უბრალოდ მაგეთ მივდიოდი რომ მეთქვა რომ ანუ არის მეთქი რაღაც სენსიტიური საკითხები, რომელშიც ეს უფლება, რომელიც ადამიანებს აქვს თავისი თავისთვის, რომ ვიღაცა სხვა არ ჩაერიოს ამ უფლების განხილვაში, უცბად შეიძლება გადავაკისროთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და ამ ფუნქციას იღებს სახელმწიფო. ზოგადად ეს სახელმწიფოს პრობლემა და სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული ნდობის თუ რაღაცა პასუხისმგებლობის დაკისრების ამბავია, რომ აი ესეთი სფეროები, როგორც არის განათლება, იქნება ჯანდაცვა, იქნება თუ რაღაცა ისეთი საკითხები, რომლებიც სენსიტიურია უმრავლესობისთვის, მიაჩნიათ, რომ ვიღაცა სხვა უნდა უზრუნველყოს რა და ფაქტობრივად არ ფიქრობენ ადამიანები იმ მომენტში არ ფიქრობენ, თქვათ რა შედეგებს გამოიწვევს, იმიტომ რომ ერთ მომენტალურად რაღაც კარგად ჟღერს, მაგრამ ეს მექანიზმი, რომელიც საფუძველში უსამართლოა, ანუ საფუძველში უსამართლოა, რომ ჩემი საჭიროებები ნოდა შენ ან გიას დავაფინანსებინო. მაგრამ თუ ამას ვაკეთებ, მე უკვე იწყება ის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც ასეთ სისტემას აუცილებლად მოყვება. და ეს არის ცენტრალიზაციის პრობლემა რა, რომ ვიღაცა ცენტრალურმა ორგანომ ვიღაცამ უნდა დააორგანიზოს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის რაღაცა კურნალობის მენეჯმენტი. ამაზე ნელა ანუ პრობლემა ხო აქედან იწყება, რომ რაღაც თავში არის ჩადებული უცოდვა, რაღაც უსამართლობა და ამ უსამართლობას მე მოყვება უკვე ის გამოვლინებები, რომელიც თქვა ამ ზარში მოვისმინეთ და კიდევ ბევრი შეიძლება გავიხსენოთ ასეთი რა შეიძლება მოყვეს ასეთი ტიპის, აი მაგალითად, როდესაც ჩვენთან აი ქართული ოცნების დროს პირველად შემოდიოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, აი მაშინ მახსოვს, რომ თქვა რასაც ვაკრიტიკებდით კი არა რაღაც წერდით, რომ აი ამას ეს მოყვება და არაფერი ამაში ესეთი არ იყო როკით საინსი არ იყო სრულად გასაგები იყო, რა შეიძლება მოყოლდა, იმიტომ რომ კაცობრიობას ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა. საბჭოთა კავშირი იქნებოდა იმის ჯანდაცვა როგორი იყო, ბრიტანეთის ჯანდაცვაზე უკვე ცნობილი იყო, თქვა სოციალიზირებულ ჯანდაცვას რა პრობლემები მოყვებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ამ გზას დავადექით. და ზუსტად იგივე შედეგამდე მივედით ფაქტიურად საქართველოშიც, რა შედეგამდეც იყვნენ ის ქვეყნები მისულები, რომლებიც ამას აკეთებდნენ თუნდაც კაპიტალისტურ სისტემაში იზოლირებულად, აი თქვა ჯანდაცვაში, თქვა დიდ ბრიტანეთის წარმოიდგინო, ზოგადად კაპიტალისტურ ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო იმით, რომ ჯანდაცვა ჰქონდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული. და ზუსტად აი ამ ჯანდაცვის სფეროში იყო, რატო არ იყო მაგალითად რაღაც სხვა სფეროებში ანალოგიური პრობლემები. ხო ზუსტად ჯანდაცვის სფეროში შეიქმნა ეს. მე ახლა ორი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ამ მსგავსი პრობლემა რა თქმა უნდა არ არის, ასე ვთქვათ, გამონაკლისი არ არის ეს ქვეყნები, რაც მე მოვიყვანე.